ვიკა ბუკიას რეპორტაჟი ალბათ სასაცილო რეპორტაჟი ყველას ან ბევრ თქვენგანს აქვს ნანახი პირბადეების გამო რომ დაძდევს ვიკა და ჯგუფური დანაშაულია დახედავი აღმოვაჩინე რომ ამაში აფთიაქში ყიდულობენ პირბადეს მე 112-ს რომ უკავშირდება არა ეუბნებიან რომ დაუკავშირდიო და მე ეს უკავშირდება და აი 112-ის ოპერატორის ეუბნება პასუხობს სრული სერიოზულობით რომ ეხლაო ჩვენ რო გამოუშვებთო როგორც მინიშნება გითხარიო სადახართო კონკრეტულად სადახართო და საჭიროების შემთხვევაში შეიძლება თუ არა დაგიკავშირდეთო და ვიგას აბსოლუტურად ადეკვატურად ხო რა თქმა უნდა დამიკავშირდეთო რა თქმა უნდაო პირბადეების გამობა უნდა გამოუშვათ საბატრულო ეკიპაჟიო თუმცა აქ არიანო სხვებიო და არ მეხმარებიან როგორო სხვები რო არიან როგორ არ გეხმე მაგასაც სათანადო ორგანოებს თუ რაღაც სტრუქტურებს თუ პირებს გადავცემ ამ ინფორმაციას პირბადეები არის უზარმაზარი პრობლემაო პირბადეს რო ყიდულობს თუნდაც ავადმყოფი არ იყოს მაინც დიდი პრობლემაა ამას ამბობს ვიკა ბუკია კი არ ამბობს ვიკა ბუკიას უბრალოდ ეს ამ ჟანრში აქ გადაწყვეტილი ამ სატირაში აქვს გადაწყვეტილი ეს საკუთარი ეს რეპორტაჟი არაჩვეულებრივი გულახდილად გეტყვით და აი ამას რო უყურებ მე ხვდები რომ შენ გამარჯვებული ხარ აბარ ახარ რო უყურებ ქალბატონს დაკავებულს არ ვიცი რომელ რეგიონში თუ რაიონში ხო რომელიც ესეთი ეგრეთ წოდებული კალოშებით არის გამოსული და აბსოლუტურად ადეკვატურად აფასებს აი მე თუ ჩემი თუ ეშინიათო დამარცხებულა აბა არ დამარცხებულა ეს ხელისუფლებაო რო უყურებ მე რა გაკითხულობ უფრო ზუსტი რო ვიყო სტატუს ერთი Facebook ფრენდისა მეორე Facebook ფრენდის შესახებ როგორ დაკარგა ამ უკანასკნელმა ბინა როგორ დაკარგა მანქანა ჯარიმების გამო როგორი გახდა იძულებული რომ გაეყიდა მერე ბინა ხო და რაღაცა და პრაქტიკულად საცხოვრებელი არა მაგრამ როგორ ამასობაში დაეხმარნენ ადამიანები შეუგროვეს თანხა 25000 ლარი რამდენადაც მახსოვს და ერთმა მანქანა ავტომობილი ათხოვა მეორემ ბინა ათხოვა მესამე რაღაცა ბავშვი გაუჩნდა ამასობაში და ბავშვის ტანსაცმელი ჩვილის ტანსაცმელი მიუტანა ეს სოლიდარობაც გადაგვარჩენს ეს იუმორიც გადაგვარჩენს ეს აბსურდის ამბავიც გადაგვარჩენს იმიტომ რომ ჩემი მოსაზრებით ჩემი იმედით უფრო ზუსტი რო ვიყო პოლიციად წოდებული პოლიცია მოდი ახლა მილიციას არ დავარქმევ ანუ არა დგებუაძენი და ბანდიტებად გარდაქმნილები ამ ხელისუფლებისა და გამო არამედ პოლიციად წოდებული პოლიციელები რომლებსაც ეცინებათ ან რომლებიც ხდებიან სამართალდამცავები ზოგადად რა აბსურდულ ვითარებაში აღმოაჩინა საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ ისინი ხო წესითა და რიგით რომელიღაც ეტაპზე არ მინდა ვთქვა რომ გაიხდიან პოლიციელის ტანსაცმელს ტანისამოსს მეთქი არა მაგრამ ისინი უფრო ხმამაღალნი იქნებიან უფრო კი არა ხმამაღალნი იქნებიან და ვიწროდ ლოკალურად პოლიციის განყოფილებაში იტყვიან რომ მე პირბადეების გამო პოლიციის აკადემიაში როცა ჩავაბარე როცა ნორმატივებს ვაბარებდი რაღაც 17 წამში პირობითად უნდა მერბინა 100 მეტრი თუ 15 წამში ხო იქ რაღაცა ეგრეთ წოდებული აწევები უნდა გამეკეთებინა რაღაც 60 ხო ან რაღაც 120 ან აზიდვები უნდა გამეკეთებინა რაღაც 20 ხო არ ვიცი რამდენია ამ მნიშვნელობა ხო და მე სწავლობდი ვკითხულობდი რაღაცა კრიმინალურ ისტორიებს ვეცნობოდი რეციდივისტების დაჭერა მინდოდა დანაშაულის პრევენციაზე მუშაობა მინდოდა და ასე შემდეგ მე არ ჩამიბარებია არ მისწავლია არ მიმუშავია იმისთვის რომ ხუცემული რომელიც პირბადეს ყიდულობს ან ახალგაზრდა რომელიც პირბადეს ყიდულობს იმას ლამის ხელბორკილი დავადო და თქვენ ხომ არ უბერავთ მართლა არ უბერავთ თქვენ პოლიტიკური ხელმძღვანელობა რო ხო არ უბერავს საერთოდ იმიტომ რომ რაზე გადამრთეთ მაშინ მით უმეტეს როდესაც მძიმესი არ ვიცი მაგრამ დამძიმებული კრიმინალური ვითარება აქვს ქვეყანაში და მე პროფესიონალი ვარ ან მინდა რომ ვიყო ფოთში ვარ ბათუმში ვარ ზუგდიდში ვარ სედაკში ვარ ქუთაისში ვარ სამტრედიაში ვარ ზესტაფონში ვარ
წამოვყვეთ აქეთ ხო ხაშურში ვარ, ქარელში ვარ, გორში ვარ, თბილისში ვარ, ზემოთაც ავყვეთ თუ გნებავთ გადავუხვიოთ ქუთაისიდან რაღაც რაჭაში ვარ თუ მესტიაში, სამცხე-ჯავახეთში ვარ, ახალქალაქში, წალკაში თუ ახალციხეში, ხო, ნინოწმინდაში, კახეთში ვარ, თელავში, გურჯაანში თუ საგარეჯოში თუ ყვარელში, დედოფლის წყაროში, ხო, ახმეტაში ვარ, სადაც არ უნდა ვიყო, ფასანაურში ვარ, იქით გადავუხვიე და დუშეთში ვარ, კიდევ იქით გადავუხვიეთ, კი არა, მანამდე გადავუხვიე, ხო. მე არ მინდა რომ ვიყო პირი, რომელსაც ასე ნახირივით გამყრით რუსთაველის გამზირზე და ნაცვლად იმისა, რომ მე აი ამ ადგილობრივ კრიმინალს დავდევდე, ძველი ბიჭები, ნახე რა შვებიან, ნახე როგორ უკვე წილებში უჯდებიან მაღაზიებს, როგორ გასავთ ამ სიტყვის აკაჩავებენ რაღაცა მოსახლეობას, ხო? მე ამათ უნდა დავსდევდე და შენ მე ხელისუფალო მდინარაძე თუ ხელისუფალო კობახიძე გადამაქციე პირად, რომელიც დასდევს თავისუფლების მოყვარე ადამიანებს ზოგადად, მათ შორის თავისუფლების მოყვარე იმ ადამიანებს, რომლებსაც პირბადე უკეთიათ შესაძლოა, იმის გაციებული ვარ ახლა, ხო? ცოტა სურდობა და ერთი-ორჯერ შეიძლება წამომახველოს კიდეც, ხო, და შეიძლება მჭირდება ეს პირბადე. და შეიძლება თუ გავედი აქციაზე მჭირდება არა მხოლოდ ეს რაღაცა 50,000 დოლარი და 50,000 სისფერი პირბადეები, რომ არამედ უფრო სერიოზული რაღაც 500 თუ 505 თუ რაღაცა რომ აწე 550 არ ვიცი. ხო, მოკლედ უფრო სერიოზული პირბადე. და ამის გამო შეიძლება ბრახტა დამიჭირონ. კარგი, არ დამიჭირონ და შეიძლება რაღაცა შენიშვნა მომცენ, შეიძლება რაღაც ადმინისტრაციული რაღაც სხვა სასჯელი გამომინწე, არ ვიცი, რაღაცა შეიძლება ქნან, ხო 5,000 ლარი პირბადე რო იყიდე 4 ლარიანი მაგის გამო. და პირბადე თავის მხრივ, ჩემის მხრივ ვიყიდე იმიტომ. მოკლედ აბსურდშია ეს ხელისუფლება წოდებული ბანდა მეთქი. აბსურდში არის მათ შორის, იმიტომ რომ ახომ სანაიამ სწორედ თქვა ახლა გუშინ კვირის ფორმულაში, რომ ასე იგი რაღაც მოსაცდელ ოთახში გაგვიყვანეს, თავდაპირ დაიჭირეს, იქ გაუგზავნა შვილს მიესალმა შვილის თვალწინ დაიჭირეს, ხო? მერე რაღაც გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, ვიდრე სასამართლოზე შეიყვანდნენ სხდომათა დარბაზში, რაღაცა მოსაცდელ ოთახში, სადაც ბევრი შეკრებილი იყო და ბევრი ხადაობდა, ბევრი კი არა, ალბათ ყველა ხადაობდა იმაზე, რამდენად სიგიჟეში ვარ. და მერე უკვე სასამართლო პროცესი, სადაც უნიჭო მსახიობები ახოსეული გააზრებით და სწორი გააზრება არასაკვირველია ეს, უნიჭო მსახიობები არიან შეკრებილნი. ყველაფერი იცის. პოლიციელმა, რომელიც მას დააკავა, მოწმე თუ ყავთ ამგვარი, არც ვიცი ყავთ თუ არ მახსოვს ეს თქვა თუ არა, იმანაც იცის, დარბაზში სხდომას, მოსამართლემაც, მდივანმაც, თავად ბრალდებულმა ეჭვმიტანილმაც არა, უკვე იმ თავითვე ბრალდებულ. მივიდა თუ არა, უბრალოდ გაფორმება აკლია. და აბსოლუტურად ადვოკატმაც, რომელიც ეგრა მაგის პასუხია, იქ სწორი შენიშვნა იყო გაკეთებული, რომ უდგება საქმეს ძალიან სერიოზულად, იმიტომ რომ იქნება და დადგეს მომენტი, როცა კონკრეტული ერთი ადამიანის ვახოს ამ შემთხვევაში, არ მნიშვნელობა აქვს სხვა შემთხვევაში, ვისი ვასკასი, ლიკასი, ხო, სხვების ვაჟა ექიმისა, ხო, იქნება და მოკრიბონ ამ ადვოკატებმა და სტრასბურგში წაიღო. და მე გამოვა რომ ვაჟა გაფრინდაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, ხო ასე ჰქვია, ასე დაერქმევა, მაგრამ ვაჟა გაფრინდაშვილი კი არ მიდის საქართველოს წინააღმდეგ, უბრალოდ საქართველოს წინააღმდეგ კი არ მიდის. ასე დაატრიალებს აუცილებლად, როცა იქნება სახელმწიფო მედია თუ ქართული ოცნება შერჩა, დარჩა ხო ქვეყანაში მთლიანად. ვაჟა გაფრინდაშვილი საქართველოს წინააღმდეგ კი არ მიდის, არ ვახოსანაია, რა ვიცი, ვასკაჩიკოვანი. არამედ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების წინააღმდეგ. ასე უნდა ერქვას წესით, მაგრამ ასეთი პრაქტიკა არ არსებობს და აქედან გამომდინარე ერქმევა ლიკა ბასილაია საქართველოს წინააღმდეგ. ეს ადვოკატები ბევრ საქმეს აკეთებენ, მაგრამ ამაზე ხო ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ თემაზე, რომ ერთ სპექტაკლში ხარ. აი, ყველაფერი არის ერთი ყალბი სპექტაკლი, ამასთან ვახო სწორი შენიშნავს, რომ ცუდი ის მსახიობები ვართ, რომლებსაც ამ როლის შესრულება არც გვინდა, უბრალოდ ეს ყველაფერი რაღაი უნდა გაფორმდეს, ჩაიწეროს სადღაც, ხო? რაღაც რვეულში რაღაცა უნდა ჩაიწეროს, ეს ჩემი მეუღლის ქართული მუსიკის ლიტერატურა ეს სახელმწიფოა. იგახო კითხულობს და მათ შორის ამ სახელმწიფოებსაც კითხულობს ლექციებს და ამ სახელმწიფოებსაც იყენებს.
ხო და აი ამ აბსურდში ვართ. პარალელურად რა ხდება? ჩემი მეგობარია ერთი გვარს არ ვიტყვი, რა მნიშვნელობა აქვს, კარგი კაცია. რომელიც კიდე სხვა მეგობარს ჩვენსას ეკამათება ამგვარ თემაზე, რომ ბიჭო, ნახე როგორ მოიმატა კრიმინალმა. ის სხვა ქართული ოცნების წიაღში შესული და მე მგონი სამუდამოდ ჩარჩენილი, სვაგლახ რომ ჩარჩენილი. ეუბნება რომ შენ საქართველო არ გიყვარს. კაცო, ეს ჩემი ერთ ძმაკაცი. გვარს არ ვიტყვი რა, სახელს კი ვეტყვი, ბესო ჰქვია. ბესო ეუბნება რომ მე საქართველო მიყვარს თუ არ მიყვარს, ამას არა აქვს მნიშვნელობა. ერთი მიყვარს და საერთოდ რას ნიშნავს ეს მოდავება აქეთ, რომ მე საქართველო არ მიყვარს. მე გეუბნები რომ 70,000 ლარიანი დაგვისურნები რომ დადგა. პირობითად 30,000 ლარიანი კალაზე. ეს 30,000 ლარიანი 100 ურნა არის 3 მილიონი და 3 მილიონი ურნა არ ჭირდება არ ჭავჭავაძეს და არც ქალაქს. არ გიყვარს შენ საქართველოს შესახებ ხო? რას ნიშნავს კაცო? მე თანახმა ვარ რომ იყოს 700 ლარიანი ურნა. 1000 ლარიანი, მაგრამ 30,000 ლარიანი ურნა. არ ჭირდება ამ ჭავჭავაძის გამზირცაც კი ასე გამორჩეულა და თუ ჭავჭავაძეს ჭირდება, მაშინ იმას რატო არ ჭირდება ხაშურის? ჭავჭავაძეს სიტყვაზე ვამბობ. ხაშურში რა ნაკლები ნაგავი აქვს თუ რაღაცა ნაკლები სუნი აქვს იმ ნაგავს. სიტყვაზე ვამბობ, ხო პირობითად თელავში, გლდანში ან პონიჭალაში, დამნიშნულობა. ეს ერთი. მეორე. ბესო ეუბნება ხოლმე იმ ჩვენ საერთო ძმაკაცს, საერთო მეგობარს, რომ ნახე კრიმინალმა მე შეხება მაქვს. ნახე კრიმინალმა როგორ მოიმატა. კრიმინალმა არა იმარ მოიმატა. შენ და გენახა მიშა სააკაშვილის დროს. თუ ვერ გავიგე თუ მიშა სააკაშვილის დროს კრიმინალი მომატებული იყო, მაშინ რაღაცო გიკვირდათ თუ უკვირდათ თუ გვიკვირდა კი ბატონო. პირდაპირში თქვა ის იმ პატიმართა რაოდენობა, როგორც ასეთი. პატიმართა რაოდენობაზე გაამახსენდა. რასაკვირველია ტყუილია რომ რაღაც 30,000 და 300,000 უკაცრავად ჯავრდებული იყო და ასე შემდეგ, მაგრამ ის კი სიმართლეა რომ 300 იყო თუ 127 თუ 98 ხო? 90% ამ ადამიანებისა შეიძლება თავისუფალი იყო, თლად საპატიმროში არ მოხვედრილა, თლად გულახდილები რომ თუ 300,000-დან რომ ვილაპარაკოთ. ხო ეს ერთი. და მეორე, ნარკამანებით გაძეძგილი იყო ქვეყანა მაშინაც, მიშას დროსაც. ეს პერიოდია, როდესაც ჰეპატიტის ელუმინაციის პროგრამა ჯერ არ ჩართულა, ამერიკელებს ახრავს ძრახავს ეს ბანდიტი ხელისუფლება. ამერიკელებმა არ გვაჩუქეს ეს 2 მილიარდი, 3 მილიარდის ოდენობით შესაბამისი პრეპარატები, რომლებსაც ეს რომლის შედეგადაც ჰეპატიტის ელუმინაციის პროგრამა დაიწყო და პრაქტიკულად ადამიანები, რომლებიც განწირულნი იყვნენ და სულ ყველა იჩხირავს, და გავიხედოთ ხო, დღესაც. იქაც იჩხირავდა იმ პერიოდში მიშას დროსაც და ბიზნეს ხელისუფლების განთიაძე დასაწყისში ხო გადატენილი იყო ბაიანებით ყველა უბანი. ახლა ნაკლებად არის, მაგრამ ახლაც ხომ ვიცით რომ კატასტროფული მდგომარეობა ამ თვალსაზრისით. ხო და ეს ჩემი მეგობარი ეუბნება და ის კიდე ბესო და ეუბნება ის ჩვენი საერთო მეგობარი რომ შენ ქვეყანა არ გიყვარს, რაც ტყუილია. პრობლემებზე ლაპარაკი, ხმამაღლა ლაპარაკი არ ნიშნავს რომ მოქალაქეებს რომლებიც ამ პრობლემებზე ლაპარაკობენ ეს ჩვენი ქვეყანა არ უყვართ. ეხლა კრიმინალზე გამახსენდა უბრალოდ და აქედან გამომდინარე და ვილაპარაკოთ. აი ამ კარიკატურულ ამბავში, ხო, როდესაც პოლიციელი პირბადეს მოქალაქეს დაძდევს პირბადით და ჩასაფრებებია მოწყობილი აფთიაქთან და ლამის უშმონავენ ჩანთებს და ეუბნებიან რომ აბა იყიდე რაღაც ანალგინი, პენტალგინი და რაღაც ციტრამონი, პირბადე ხო არ გიყიდე, დათო პირბადე გაქვს ნაყიდი, ახლა შენ 3,000 ლარიანი თუ 5,000 ლარიანი ჯარი ბან საერთოდ ხელბურთს დაგადებ და ასე შემდეგ. ამასობაში აქ იგითხარით რომ კრიმინალი იმეც სულათავა იზრდება და იზრდება, მაგრამ ეს კრიმინალი მარტო ჯიბგირობას არ გულისხმობ, რაც ცხადია, ცუდია. ხო, არამედ გულისხმობ გააუპატიურა ერთმა არცლუწლოვანი გააუპატიურეს. იქ რაღაცა რაიონში მკვლელობა მოხდა, იქ რაღაცა შვილმა მშობელი მოკლა, იქ რაღაც მშობელმა შვილი მოკლა, იქ რაღაც ყოფილმა ცოლმა ქმარი მოკლა, ყოფილმა ქმარმა ყოფილი ცოლი მოკლა და ასე შემდეგ და კატასტროფები ხდება. და სტატისტიკის დეპარტამენტის არც ჩავიხედავ რა საკვირველია, მაგრამ სტატისტიკის დეპარტამენტში შეიძლება რაღაც შკალაა დახატული 2024-დან ოდნავ ჩამოსულია, მერე რაღაც წერტილია ეს უკეთესია
რაღაც 2012 წელთან შედარებით ნახეთ როგორი doing business-ი აუ კრიმინალთან შედარებით ეფექტური ბრძოლის ამბავში საქართველოს de facto ხელისუფლება ნახეთ რა წარმატებას აღწევს და კობახიძე გამოვა და 2034 წლის მაისისთვის ჩვენთან კრიმინალი იქნება აბა და ამ პროცენტზე თუ აბა და ამ ნიშნულზე როგორც ლაპარაკობენ ასე მაგალითად უმუშევრობაზე რაც ტყუილია იმიტომ რომ უმუშევრობას თუმცა გულახდილები ვიქნებით იზრდება აქ ძალიან ბევრი ფაქტორია ხ დემოგრაფიული ფაქტორზეც უნდა ვილაპარაკო და ასე შემდეგ მაგრამ მაინც ეხლა რატო ყვები აქ ყველაფერს დამატებით. შინაგან არ ვაქცევთ ამას ყურადღებას, ნაკლებ ყურადღებას ვუთმობთ ამ დაძაბულ პოლიტიკურ დინამიკაში, ზოგადად, მაგრამ ესეთი რაღაცეები ხო ყურადღება მისაქცევია და პოლიციელებს აქვს გამოსაძიებელი ახსაკვეთი უპირველეს ყოვლისა. და სამუშაო, რომ ამგვარი რაღაცეები არ გამეორდნენ, უბრალოდ ამ პოლიციას დევალვირება რომ მოახდინა ბიზიდა ივანიშვილმა რუსმა პოლიციისა და დეინსტიტუციონალიზაციას რომ ახდენს. და პოლიციელს აღარ ჰგავს და მეპურეს აღარ ჰგავს და იუსტიციის სამინისტროს აღარ ჰგავს და საგარეო საქმეთა სამინისტროს და ეროვნული ბანკს აღარ ჰგავს და აღარაფერს აღარ ჰგავს და ჯარიც აღარ ჰგავს თუთლად გულახდილი ვიქნები ჯარს როგორც უნდა ჰყავდეს თუ ჰქონდეს სუვერენულ ქვეყანას რომელსაც მით უფრო ტერიტორიული პრობლემები აქვს და ომი აქვს გაცხადებული თუ გამოუცხადებელი რუსეთთან არავინ აღარაფერს აღარ ჰგავს აიხდინა ბიზიდა ივანიშვილმა ჭორვილელმა მათხოჯმა ბოდიში ეწყინებად აიხდინა ის აუხდინა რუსეთს სიცოცხლიანი რომელიც რუსეთს ჯერ კიდევ როდიდან ჰქონდა 90-იანი წლებიდან და სუსტად დაანგრია ეს ქვეყანა ეხლა ვერ მივედი ამ ბოლო ამბამდე და გითხარით რომ პოლიციას აღარ ჰგავს მეთქი. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რომელიც ბანდიტების თავყრილობად არის ქცეული რასაკვირველია და სულ უფრო ყოველდღიურად ემსგავსება მილიციას და არა პოლიციას. 2018 წელს დაბადებული 17 წლის ΑԳ დაკავებულია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით. ძალიან ყურადღებით მომისმინეთ. ნახეთ რა წერია. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით. ხო არ გაჭარბებ სტატია, ვკითხულობ 26 ოქტომბრის, ანუ გუშინდელი, ანუ დღეს არაფერი არ შეიძლებოდა. და ამ სიტყვებს უნდა მიაქციოთ ყურადღება. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში არ ეს ვინმე ΑԳ თემქის დასახლებაში ერთ-ერთი საცხოვრებლის კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე 97 წელს დაბადებულ ГАს ფიზიკურად გაუსწორდა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა. ხო, თითქოს ყველაფერი კარგად მიდის. АГ-მ დააზიანა 17 წლის. АГ-მ დააზიანა თუ დაუსწორდა ფიზიკურად ვინმე ГАს, რომელიც 97 წელს არის დაბადებული და მასზე 11 წლის შესაბამისად უფროსია. დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი კრიტიკული მდგომარეობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ანუ ГА, ნახეთ, გადაიყვანეს კრიტიკული მდგომარეობით საავადმყოფოში. მოათავსეს, სადაც სამედიცინო დახმარება უტარდებოდა. აი ამ ზმნის დროსაც აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა. უტარდებოდა. არ ვინც არ იცის, ბევრმა იცის ამ ბისთაობაზე, მაგრამ ვინც არ იცის, აი მათთვის ხსნის ძალიან კარგად. უტარდებოდა წარსულში ზმნა, ჩაუტარდა, კი არა, უტარდებოდა, ჩაუტარდა მანამდე. თუმცა მომდევნო დღეების განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და ის 24 ოქტომბერს უშინცინის წინ 3 დღის წინ ანუ გარდაიცვალა. ГА გარდაცვლილა 97 წელს დაბადებული. ოღონდ არ დაგავიწყდით, რომ 2008 წელს დაბადებული 17 წლის ГА სახელს ვერ ვიტყვი ხო, შესაძლოა გიორგი ქვია და უკაცრავად ΑГ, ბოდიში, შესაძლოა ალექსანდრე ქვია და შესაძლოა რა ვიცი, ამბიკო ხო, ადიკო ხო. არ ვიცი, ანდრო, ხო მაგალითად. ამიტომ სახელი არ ვიცი მე, მაგრამ ვიცი რომ 17 წლის არის, 2008 წელს არის დაბადებული. ოღონდ განზრახ დაკავებული იყო და არის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, არა უფრო მძიმე ბრალდებით. თუ ეს არის პრაქტიკულად მკვლელო. და ამას მაღალი ალბათობით უკვე ან ხავს, ან ეს ΑГ ეძებს პატრონებს. შსს-ში ხელისუფლებაში ზოგადად და ასე შემდეგ რომ რასაკვირველი დაიჭერენ, აბა რას იზამენ. მაგრამ მძიმე ბრალდებით არ დაიჭირონ. ანუ სიკვდილი იმიტომ კი არ დადგა რომ ამან განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა, განზრახ მძიმე და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება. არამედ დადგა რა. ის რაც დადგებოდა პონტშია ეს ყველაფერი გაკეთებული. ოღონდ პოლიციელები იმას დაძდებენ, პირბადიან ქალს 71 წლის
ქალბატონ საფხაზეთიდან, რომელმაც ტრაგედიები ნახა არასოდეს თქვა, ხო, რომელმაც არ ვიცი, სიცოცხლე დადო ამ ქვეყნისათვის. აკრძალა, ერთი დაკრძალა, მეორე დაკრძალა, მესამე დაკრძალა, ჭუბერი გამოიარა, ამბავი აქვს, რაღაცა, საშინელება, ოღონდ პირბადე რატო გიკეთიაო, ეუნება პოლიციელი გელაძისა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117 მუხლით მიმდინარეობს, კვლავ ვიმეორებ, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და არასხვა რამის გულისხმობს. მოკლულია მასწავლებელი. აი გა გავარკვიეთ ვინც არის. მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის დედამ ტელეკომპანია პირველს უთხრა, რომ მისი შვილის სასტიკცემაში არა ერთი, არამედ არასრულწლოვანების ჯგუფი მონაწილეობდა. აღმოჩნდა, რომ ერთი ყავთ დაპატიმრებული, ესე იგი აგ ვინმე, ხო? მაგრამ ერთი ყავთ დაპატიმრებული და სხვებს აღმოუჩნდათ თურმე დღევანდელ მდგომარეობამდე პატრონები, რომლებმაც გაიყვანეს შვილები. გამონახეს ნაცნობები, გამონახეს მეგობრები, გამონახეს ნაცნობის ჩერეს მეგობრების ნაცნობების და ვიღაცამ ფული ჩაიტანა. ეხლა ამოცებულად გავიყვან რა გვერდზე თურქეთში, გავიყვან რა გვერდზე სომხეთში, როგორღაც უმეცით რა ერთი 5 დღე რა. ეს ქალბატონი გიგა ავალიანის დედა, რომელსაც შვილი დაუკლეს, ხო? ტელეკომპანია პირველს ეუბნება, რომ ჯგუფი არასრულწლოვანი ჯგუფი მონაწილეობდა. როგორც ქალი ამბობს, ანგარის სწორებაში მონაწილეობდა 16 წლის გოგოც. პოლიციელები იმას დაძდევენ. მილიციელები, პირბადეებს. რომელმაც შეყვარებული თავის მასწავლებელზე აეჭვიანა. ანუ 16 წლის გოგომ აეჭვიანა საკუთარივე შეყვარებული მასწავლებელზე. ეს ბავშვები ამ ავალიანთან, აცგარდაცვლთან, მოკლულთან ემზადებოდნენ მათემატიკაში. მოკლულის დედა მოითხოვს დაკავებულისათვის წაყენებული ბრალდების დამძიმებას, რადგან მისი თქმით დანაშაული ჩადენილი იქნა ჯგუფურად. მთელი კვირა დარაჯობდნენ. ქვეყანაში სადაც არ არის დაცული გიგა ავალიანი, არავინ არ არის დაცული, ანუ ჩემი შვილი სადაც არ არის დაცული 28 წლის ახალგაზრდაზე ლაპარაკობთ. მოკლულს პოლიციელები დაძდევენ მოქალაქეებს პირბადეებით. თავის თავს თვითონ იცავდა თავისი წესიერებით, ძლობით, გადათლებით, სადაც თავს დაესწრეთ მას ლაწინა კი არასრულწლოვანები. არავინ არის დაცული ჩემთვის 17 წლის მკვლელი, ისეთივე მკვლელია როგორც 27 წლისა. თუ სამივეს დაიჭერენ, ანუ სამია ამ ქალბატონის ცნობით მონაწილე, მათივე ოჯახებისთვის იქნება უკეთესი. ეჭვიანობის ნიადაგზე ცემა დაარქვეს, საქმე გაიმარტივეს, ჯგუფურად მოკლეს, შეთანხმებით გათიშეს, სასწრაფო და იქვე იყვნენ, ართქვეს, გაუხარდათ ნარკოტიკული თრობა გონიათ და ვერ გვიგებენო, ორჯერ მომიკლეს. სავარაუდოდ დანაშაული ჩადენილი იქნება რამდენიმე კვირის წინ ახალგაზრდა პედაგოგი, რომელმაც მოსწავლეები დაუსრულეს, ხელკეტებით 21 დღის განმავლობაში იმყოფებოდა კომატოზურ მდგომარეობაში. ერთი ჩემი მეგობარი ეუბნება მეორეს, რომ კრიმინალია და რა დროს პირბადეებია. ის მეორე მეგობარი პასუხობს, რომ კარგი რა შენ საქართველოს არ გიყვარს. ანუ მისთვის ამ მეორისათვის საქართველოს სიყვარული არის ოცნების ერთგულები. მეორე პოლიციელებად წოდებული გარდაქმნილი მილიციელები დაძდევენ პირბადეიან მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ პირბადეები. ეს ყველაფერი არის კომიკური, მე უკვე პირბადეებზე თუ გზის გადაკეთვაზე დაჭერილები, უფრო გზის გადაკეთვაზე მიხავთ სადღაც სპექტაკლში. და რაღაცა სპექტაკლში, სიურრეალისტურ სპექტაკლში ვართ ჩვენ. ერთ-ერთი კარგი მწერალიც კი ვერ აღწერს იმას, რაშიც აღმოგვაჩინა დესუვერენიზაციას რომ გვიკეთებს იმ ბანდიტმა ბიზინა ივანიშვილმა. და ეს მკვლელობები როგორ გითხრათ ახლა. მაგრამ აი ამ მოშვებული ჭანჭიკების პირობებში, როცა პრაქტიკულად არც ერთმა ჩვენგანმა არ ვიცით ვინ რას ვაკეთებთ. არ ვიცით ხოლმე. ეს მორღვევა შიგნით მკვლელობებიც გაგრძელდება, კრიმინალიც გაძლიერდება, ინსტიტუტების დაინგრევა, სამედიცინო ამ პერსონალი რა ეხლა რას გავს და
მომავალში კიდევ უფრო მეტად დაემსგავსება. წიგნიერება არ იქნება, სწავლა არ იქნება, განათლება არ იქნება არც სკოლაში და არც უმაღლეს სასწავლებელში. ყიალი იქნება და ბანდიტიზმი, კოლექტიური, დაწყებული ზემოდან, დამთავრებული ქვემოთ ამ შრეებამდე, პირებამდე. როცა დაინახავს კრიმინალი ჩვეულებრივი, რომ ღარიბაშვილს შერჩა 7 მილიონი თუ 10 თუ 700 თუ რაც გარყავს 30, ხო? ის თავის 7 ლარსაც მოიპარავს. და ეს უნდოდა ამ რუსეთს. 90-იანებში ეს უნდოდა, უბრალოდ იქ კიდე რაღაც სინათლის ბოლოს ვინ მისტირის შევარდაზეს, მაგრამ რაღაცა ჭუჭრუტანა გამოჩნდა, რომ ეს ჩამოვიდოდა, ეს ფერშალი იყო საბოლოო ჯამში, ხო, მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრი იყო საბჭოთა კავშირის ხაშვის არც თუ დიდი ხანი. და ჩამოვიდოდა და დაალაგებდა. და დაალაგა, მაგრამ აქ ხა ესეთ შევარდნაძეც კი რა მოსატანია, მაგრამ მაინც არ ჩანს, ვინ და ჩამოვიდეს აქ. ის აყავს ჯონ მალხას შალიკაშვილია ცოცხალი, რომ ისი გეიმედებოდეს, არ აყავს. ხო? მე პოლიტიკასთან ჩავლილ ადამიანზე გელაპარაკებით, თორე მეცნიერების და გონის მეტი რა არის გასული ჩვენი ქვეყნიდან. წარმატებული ადამიანების მეტი რა არის ჩვენი ქვეყნის ფარგლებს მიღმა. აქ არა მარტო საგარეო დეკლარირებით რაღაც პაპუაშვილი რაღაც იმას იტყვის ჩიტი არის სირი რო იცოდეთ სულხან საბას მიხედვით სირობას ჩიტობას იტყვის მარტო მაგით არა არამედ შიგნით ქვეყნა რასაც როგორც მოაწყობს ბიზიდა ივანიშვილი იმითაც აკეთებს რუსეთზე უარეს ასე ვიტყვი და მათ ქვეყანა უყვართ თურმე და ამას თუ ამბობ ხო შენ ქვეყანა არ გიყვარს ახლა